მოგესწამეთ, მეგრო თქვა მე ვარ საბა და არხი კობოთი შროსამსამი და დღეს ჩვენ რას გავაკეთებთ და სწორია, დღეს ჩვენ მივდივართ ჩვენს ფერმების სამუშაოზე. Სიამართლე გითხრათ, დიდი ხანია მე არ ყოფილა უკვე ჩემს ფერმებზე და მოით ეს გამოვასწოროთ. ავიღოთ თოხი, ავიღოთ კარტოფილი, სტაფილო და ცოტაოდენი ხორბალი და წავიდეთ ჩვენს ფერმაზე. იმიტომ უკვე ფანჯრიდან შეხედავ როგორ უკვე გაიზარდა ხორბალი, კიდე კარტოფილი და ოპა შეხედეთ, აქ კიდე შეჭენიკებიც უკვე გაიხვიძნენ. სიამართლე გითხრათ, ეს შეჭენიკები არ მახსოვს სოფელში და ახლები არიან? დაქს ოკეი. მოით აბა წავიდეთ, მივესალმოთ და გავიგოთ აბა. შეჭენიკებო, გამარჯობა, როგორ ხართ და სიამართლე გითხრათ, მე არ მახსოვხართ სოფელში და თქვენ ახლები ხომ არ ხართ? კი, ჩვენ ახლები ვართ. ხო, გუშინ ღამე შემოვედით თქვენ სოფელში და ძალიან გვაინტერესებს თქვენი სოფელი. მართლა, მაშინ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. პრინციპში თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ მერთან, აი მერი სახლი არის განლაგებული ახლა პირდაპირ წახავთ და ხელმარცხნივ არის განლაგებული ასეთი ხისგან დამზადებული დიდი სახლი. მანდა ის პრინციპში მერი და ყველაფერს აგიხსნით თუ რა და როგორ არის პრინციპში ჩვენ სოფელში მოწყობილი. მეგრო ისე სიამოვნო გითხრათ, ძალიან კარგია რომ ჩვენ სოფელში მოდიან ამდენი დიდი რაოდენობის ახალი, ასე ვთქვათ, სტუმრები. ასე ჩვენი სოფელი უფრო პოპულარული და უფრო განვითარებული ხდება. დაგოგე მოით გავგზავნოთ ჩვენი ფერმების სამუშაო. ღვთავარია რომ საბამ დაგვიჯერა. აბა მე რა გითხარი, ამ სოფლების კოსტუმებით ჩვენ ვერავინ ვერ შეგვამჩნევს და ძლიერს გავანადგურებს ამ სოფელს და ავაშევთ სავაჭრო ცენტრს და ჩუმად შეძლიკო ერთ წუთს დუამობ ამას გარეთ. და რა ბაზია შეეკრება, გამოდის 15 წუთში უნდა ვიყოთ ეკლესიაში და წავედით, თორემ არავინ არ დაინახოს. მეგრო, თქვენ გაიგეთ? გონია შეჭენიკები რაღაცას ამბობდნენ. Stop. Так, მგონი და ეს მათი ლაპარაკი საერთოდ არ მომეწონა. გაიგეთ? მათ მგონი თქვენს რაღაცა სოფლის განადგურებაზე. Stop. სავაჭრო ცენტრი? სავაჭრო ცენტრის გახსნა? მე ვიცი ვისაც უნდა სავაჭრო ცენტრის გახსნა, მაგრამ так, stop. ესენი არიან მშენებლები, მაგრამ так, მეგრო, აი რაღაც ეს ყველაფერი არ მოწონს და უფრო კარგია მოით გავაკეთოთ ჩვენი სამსახური. აი კიდე ერთი ფერმები მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მეგობრებო, აი ეს მათი так, stop. აი ეს მათი ლაპარაკი რაღაც ძალიან არ მომეწონა. რას ნიშნავს სოფლების კოსტიუმები და რას ნიშნავს სოფლის განადგურება და რას ნიშნავს კრება 15 წუთში ეკლესიაში. Так, მეგრო, ეს ყველაფერი რაღაც არ მოწონს, მოით უფრო კარგია იცით რა. წავიდეთ ახლა დროზე ეს სტაფილოც ავკრიფოთ. Так, დროს, ოპ, ასე და წავიდეთ უფრო კარგია სახლში, მოით ისე გავკეთოთ, თითქოს მე არაფერი არ მინახავს. Так, წავიდეთ მოით მეგობრებო სახლში, ცოტა ხანი დავისვენოთ და მეგრო, მოით უკვე დროზე ჩავდოთ ეს ყველაფერი და ჭარხალიც так, და დროზე აბა გავიგოთ, აბა კიდე შესაძლებელია რაღაცას ამბობენ. Stop. ერთუց სად წავიდნენ? Stop. ვიგი უკვე ეკლესიაში არიან? Так, მგონი მათ თქვენს რაღაცა ეკლესია აში შეკრება, ხო მეგრო, ხედავ და რატო გაგიშება მეგობრებო? რამდენი არიან? Stop, ეს მართლა. Stop. ეს მეგობრებო მართლაც შენებლები ყოფილან. მგონი მეგობრებო უკვე ყველაფერს მივხვდი. გამოდის ეს შენებლები გადაიქცნენ სოფლელებად, ისე რომ რაღაცნაირად ნახეს სოფლელების კოსტიუმები, გადაიქცნენ სოფლელებად და შეიჭრნენ ჩვენ სოფელში და გამოდის შესაძლებელია ასე ვთქვათ, რომ დაისაკუთრეს ეს ეკლესია, რაღაც შეკრება აქვს აქ და კიდე აქ რკინის კარი რაღაც. Stop, და რამდენი არიან? როგორც მე აქ 3-ს უკვე ვხედავ, 4-საც კი. Stop, მეგრო, რაღაცაზე ლაპარაკობენ ერთ წუთს აბა.
ტაკს, გონი ყველა შეიკრიბა და შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი კრება. ძვირფასო მშენებლებო, მადლობა ყველას, ვინც ესწრება ჩვენს კრებას და ვინც იღებს მონაწილეობას ჩვენს დღევანდელ საქმეებში. ჩვენი დღევანდელი გეგმა ეხება ამ საზღვარ სოფელს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ ავაშენოთ ამ ადგილას სავაჭრო ცენტრი, მაგრამ ჩვენს გეგმებში ეჩრევიან ეს სოფლელები. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენი გეგმა ეხება ამ სოფლის განადგურებასა და სავაჭრო ცენტრის აშენებას ამ ადგილას. მაგრამ თქვენი მშენებლობო, თქვენ არ უნდა გაანადგუროთ მიწა, ისე რომ ეს მიწა გახდეს უარგისი მშენებლობისთვის. თქვენი მთავარი მიზანია სახლები და გზები, რადგან ეს ადგილმდებარეობა, ეს მიწა და ტერიტორია მოიზიდავს დიდი რაოდენობით ხალხს. ჩვენი ყველაზე მთავარი დაბრკოლება ამ სოფლის მოთამაშე საბა, რომელმაც უკვე ორჯერ დაანგრია ჩვენი გეგმა, მაგრამ დღეს ყველაფერი წავა განსხვავებული სცენარის მიხედვით. თავდაპირველად ჩვენ უნდა შევიჭრათ საბას სახლში და ამისთვის უკვე მაქვს გამზადებული გეგმა თუ როგორ შევიპარებით საბას სახლში. დღეს საბა მთელი დღე იქნება თავის ფერმებზე და ჩვენ გვექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ შევიჭრათ საბას სახლში. უკაცრავად, და როცა ჩვენ შევიჭრებით საბას სახლში, ეგრევე უნდა ავაფეთქოთ სახლი? ეს კარგი კითხვაა. მოკლედ, როდესაც შეიჭრებით საბას სახლში, თქვენ უნდა გაძარცვოთ, წაართოთ ყველანაირი ტექნიკა, საკვები, იარაღი და ბრონი, რომ ვეღარ დაიცვას ეს სოფელი და ამის შემდეგ უკვე დაიწყეთ სოფლის განადგურება. ახლა კი წავიდეთ, ცოტა დავისვენოთ, საჭმელი შევჭამოთ და 9 საათში უკვე შევიმუშაოთ ჩვენი გეგმა. გაგიჟება, მეგობრებო, თქვენ გაიგეთ აქ დროზე სახში ესენი უკვე მოლენ. მეგობრებო, თქვენ ყველაფერი მგონი გაიგეთ. გამოდის გაგიჟება, აი, როგორ? სტოპ, ჯერ ეს ერთი კითხვა აქვს, როგორ? ჩვენ ხო თქვენ გახსოვთ ჩემი ბოლო ვიდეო, სადაც ჩვენ პოლიციამ დაიჭირა ეს მშენებლები. გაგიჟება, როგორ გაუშვეს თუ გამოიქცენ, აი ამაშია მთავარი პრობლემა, აი ამაშია მთავარი საკითხი. და გამოისმე მაქვს სულ 9 საათი, მაგრამ 9 საათში რას მოვიფიქრებ? მაგრამ სტოპ, იმათმა თქვეს, რომ დღეს გამოეს ჯერ ისინი მოვლენ ჩემს სახლში. და აი ეს უკვე მეგობრებო, მგონი ერთი იდეა მაქვს. მოკეთ მეგობრებო, ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მე ახლა ამოვთხრი აქ პატარა ორმოს, ერთი აი ამხელა ორმოს, სადღაც რომელიც გაგრძელდება 100, ტაკ, 100 და ჩავალ ბოლომდე იქ მიწამდე ერთი 3-4 ბლოკი როგორც მინიმუმ, 3-4 ბლოკი როგორც მინიმუმ და კერძოდ ავიღოთ კიდე კი რა. დროს სულ 9 საათი მაქვს, შესაძლებელია უფრო ნაკლებიც, იმიტომ ისინი როგორც თქვეს საჭმელს შევჭამ, თუ არა უშავს. ეს საჭმელი იქნება თქვენი ერთ-ერთი ნორმალური საჭმელი. დროზე მოკეთ მეგობრებო, ჩემი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ მე ახლა მოკეთ ამოვთხრი აქ ორმოს დავიჭერ ამ სოფლელებს. მე პრინციპში ყველაფერი არის კამერაზე ჩაწერილი, მათი გეგმა. მერე გამოვალ მე დავურეკავ პოლიციაში, მოვლენ პოლიციელები და პრინციპში დაიჭერენ ამ სოფლელებს. მაგრამ მეგობრებო, აქ არ იქნება უბრალო ორმო, და თქვენ პრინციპში დამეთანხმებით, ხო, რომ ამ ორმოდან ძალიან ადვილია, არ ვიცი, გასვლა, შეიძლება ადვილად გავიდნენ აქედან, ამოვიდნენ, მაგრამ მეგობრებო, ჩემი ორმა იქნება სპეციალურად ობსიდიანისგან. ხო, მეგობრებო, ჩვენს საწყობში როგორც მე მახსოვს არის ობსიდიანი და მაგ ობსიდიანს ავიღებ და გამოვიყენებ აქ. რადგან ეს ობსიდიანი დღეს ძალიან დამჭირდება. მოით უფრო კარგი ახლა ამოვიდეთ აქედან დროზე და წავალ უკვე საწყობში და ავიღებ იმ ობსიდიანს. ოკეი, მე მომიწევს ახლა აი ამ შუშის გატეხვა, არა უშავს ამ შუშასაც ავიღებ მერე საწყობიდანაც, რომ არავინ არაფერი არ დაინახოს. ჩვენი საწყობი და როგორც მე მახსოვს, აი აქ იყო, კი? აქ მოკეთ შეხედეთ მეგობრებო, აქ აი ამ ყუთში არის ყველაფერი, აი ბლოკები, ობსიდიანის ბლოკები, ზუსტად
სოფლის თავდაცვისთვის და ზუსტად გონი ეს მომენტი უკვე დადგა. და აქ ნუ უფრო კარგია ბევრს ავიღებ, ერთი 30-ს მაინც როგორც მინიმუმ ავიღებ და და აი ეს პრინციპში შეიძლება გამომადგეს იმისთვის, რომ დავხურო ეს ორმო მერე, თორმე ოდესაც იმედია რომ ჩავარდებიან ეგ სოფლელები მანდ ეს სოფლელები თქო აი ეს ზუსტად მშენებლები პანჯრები დამრჩა так საჩემი სახლი так თავდაპირველად ახლა შემოვიდეთ так ასე ოპ так და შემდეგ მოკეთ მეგობრებო შეხედეთ რა შემდგომლებს ჩემი გეგმა так დროზე ახლა მე ყველაფერს შევსვია ობსიდიანით და ზუსტად აი ესენი კი დამჭირდება იმისთვის რომ ეს ორმო ჩავკეტო აი პირდაპირ აი ასე ოდესაც ჩავარდებიან უკვე ეს შენებლები აქ ამ ორმოში მაგრამ ასე გველია მეგრო თქვენ მეტყვით რომ შესაძლებელია მშენებლებმა დაინახონ ფანჯრიდან რომ აქ არის ასეთი დიდი ორმო აი ამ ფანჯრიდან ყველაფერი შეიძლება ჩანს მაგრამ მეგროებო ამისთვის მე მაქვს სპეციალური ბლოკები რომ ჩავკეტო ეგ ფანჯრები ეგეც კი ყველაფერი გამოვთვალე так მაგრამ არ გამოვთვალე როგორ უნდა გამოვიდე აქედან მაგრამ მოკეთ მე კიდე ავიღე ფანჯრები, იმიტომ მე ხომ აქ კი არ უნდა დავრჩი, არამედ გარეთ უნდა გავიდე და გარედან დაველოდო. ამ შეძენებებსაც თუ არა მე აქ მაქვს სპეციალური ბლოკები. პრინციპში ვერც კი გამოიყენებენ ამ ბლოკებს, იმიტომ მე ჩავკეტო ყველაფერს. აი, როდესაც უკვე მოვლენ, მე ეგრევე გამოვიძახე პოლიციას და დავეჭერ მათ ამ ორმოში. და იატაკსაც აუცილებლად გავაკეთებ, მეგობრებო, ნუ გქონიათ არა მხოლოდ კედლები, არამედ იატაკიც რომ ყველაფერი იყოს დაცული და რომელი მხრიდანაც არ უნდა ესადნო ვერავითი მხრიდან ვერც კი გამოვლენ ამ ორმოდან და ასე და გონი ზუსტად მყოფნის გონი ზუსტად აი ზუსტად მყოფნის ეს ბლოკები რაც კი მაქვს მე აქეთ და ეს მხარეც შეგვიძლია ჩავკეტოთ მაგრამ პრინციპში აქ უკვე ვეღარც კი გაცხრიან ვერაფერს, მაგრამ მაინც ასე და მეგობრებო, პრინციპში ყველაფერი უკვე მზად არის. მოით უკვე ამოვიდეთ აქედან. აი ეს ერთ-ერთი ბლოკი აქ დავტოვოთ. ასე ინტო ვერც კი ავიღებ, მაგრამ პრინციპში ვერც კი ამოვლენ ამ ორმოდან. ან და პრინციპში მე სხვა გეგმაც კი მაქვს. მოგეთ მეგობრებო, მე გაუნტრია ობსიდიანი იმისათვის რომ მე ხო შემიძლია ჯერ ანუ ორმოდან ამოვიდე და მე უკვე ობსიდიანით ჩავკეტო ეს ორმო ხო და მე უკვე მივიდე ობსიდიანისთვის კარგია დროს წავიდეთ იმიტომ უკვე წუთი შეიძლება მოვიდნენ ეს მშენებლები და კიდე ცოტა ობსიდიანით მოვიტანე რომ აქაც ცოტა ასე ვთქვათ ჩავკეტო ეს ყველაფერი და ახლა აქედან ამოვალ და ახლა პრინციპში შემიძლია ეს ყველაფერი ასე ჩავკეტო და შემდეგ აქ მიწა და შემდეგ აქ უკვე იატაკი ყველაფერი პრინციპში ყველაფერი კარგად გავაკეთე და აი ახლა ზუსტად ჩავკეტავ ამ ფანჯრასაც იმიტომ მშენებლებმა ხო არის ამ პრინციპში როგორ გამოიყურება ჩემი სახლი მაგიტომ ეგრევე ეს ფანჯრაც გავტეხოთ так ასე დროზე და აქ პრინციპში უბრალოდ ხის ბლოკები დავაყენოთ всё პრინციპში ინტო შეხედეთ აი ამ ფანჯრიდან შენ ვერაფერს ვეღარ დაინახავ ინტო შეხედეთ აი მაგალითად ოპ და ოპ აჰა და აქ მაცივარი გიშლის ყველაფერში და რაც თავარია ვერც კი დაინახავენ და ახლა კი მეგობრებო მე დავიმალები სადღაც სახლის უკან და დაველოდები ამ მშენებლებს და გამოის უკვე ყველანი აქ ხართ ხო? так და ხო ხედავ. უკვე ვართ აი უკვე საბას სახთე. так ერთოს მშენებლებო დაგვდავდა ხო? თუ ვინმე არის სახში და არა, საბა არ არის სახში და მშვენიერია. так თქვენ ხო გახსოვთ ყველას გეგმა რომ თქვენ უნდა გაძარცოთ საბას სახლი. ჩვენ ყველა უნდა გაძარცოთ საბას სახლი და მოდით უკვე წავიდეთ და რა ჩანდება? მეგობრებო მშვენიერია მე დავინახე ჩავარდნენ და გამორმოში მოით მეგობრებო აბა შევამოწმენ და მშენებლებო აბა გამარჯობა რა საბა სტოპ საიდან გაიგე საერთოდ რომ ჩვენ მოვედით საბა როგორ მეწამაგე როგორ გვეზიზღები გეზიზღები ციცენიკება აბა ნახვამდის ახლა პოლიციას გამოვიძახებ და პოლიციასთან ასე ილაპარაკებთ ნახვამდის მეგობრებო
კი და წარმოიგეთ ნუ თუ მე საერთოდ ვერც კი გავიგებდი ამ საუბარს ამ დებილი აი ამ შენებლების მოგეთ მეგობრებო მე ახლა წავალ გამოვიცახებ დროზე პოლიციელებს მადლობა დიდი ვინც ყვა მიდოს ბომდე თუ მოგესწრებით და აკეთებ კი ახლა წავედი ნახვამდის და აქ შენებლებო